ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი საბა ჭიკაიძე დილომშვიდობის მამასება. ჩვენი თემა, სასაუბრო თემა დღეს გახლავთ ეკლესიური ცხოვრების წესი. აი პირველი კითხვა ესე მინდა მოგმართოთ, რომ რა განსხვავებაა მორწმუნეობასა და ეკლესიურ ცხოვრებას შორის, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს რო ვკითხოთ არის მორწმუნე. და ღმერთის წამს, ღმერთი რო არსებობს და ქრისტიანია. თუმცა ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ეკლესიური ცხოვრების შესახებ. რა განსხვავებაა და რას გულისხმობს ეკლესიურობა, ეკლესიური ცხოვრება? მოგესალმებით. ფიქრობ, აქტუალურია ეს შეკითხვა და ეს თემაც, რაზეც გადაგვიწყვეტია დღეს საუბარი. იმიტომ რომ ბევრი ვერ არჩევს, ბევრს უკითხავს მაგალითად ჩემთვის, რომ ღმერთი ხო ხედავს, რომ მე მწამს, ღმერთი ხო ხედავს, რომ მე გულში უფალი მიყვარს. მორწმუნე ვარ. რატომ არის აუცილებელი ეკლესიური ცხოვრების წესი? რატომ უნდა შევასრულო მე ეს რაღაცა წესები და ასე შემდეგ? ხოდი ცოტა შორიდან მოვული. მე ვთვლი რომ ადამიანი როდესაც უფალმა ქვეყანას მოვავლინა, უპირველესი დანიშნულება რაც მისცა მას ეს იყო ღვთისმსახურება. ადამიანი არის უპირველეს ყოვლისა ღვთისმსახურებითი არსება. ადამიანი უნდა ემსახუროს უფალს. რა არის უფლისადმი მსახურება? ეხლა მოდიე ჩავშალოთ ეს პირდაპირ როგორ ჯაჭვი ისე მიყვება ეს ყველაფერი ერთმანეთს. როგორ უნდა ემსახუროს ადამიანი უხილავ ღმერთს? დავსვით შეკითხვა, ხო? რაზეც თავად უფალი გპასუხობს, რომ თუ შენ ხილული მოყვასი არ გიყვარს, ისე უხილავ ღმერთს ვერ შეიყვარებ, ხო? მატყუარაო ივანე ღვთისმეტყველი გვეუბნება ის ადამიანი, რომელიც იბრალებს რომ ღმერთი უყვარს და მას თავისი ძმა არ უყვარს, თავისი ხილული გვერდზე მყოფი ადამიანი. რატომ არის ეს ასე? ნახეთ, იმიტომ რომ სიყვარული არ არის იული, სიყვარული რთულია. სიყვარული მოითხოვს საკუთარი თავის უკანონ პლანზე გადაწევას და იმ ადამიანის წინ წამოწევას, ვის სიყვარულსაც იჩემებ და პრეტენზია გაქვს მასზე, რომ ის გიყვარს, ხო? შორიდან სიყვარული ვინმესი ძალიან იულია. მაგრამ ეს სიყვარული არ არის, ეს თავის მოტყუება. სიყვარული ვლინდება იქ და სიყვარულს ასპარეზი ეძლევა სწორედ იქ, სადაც არის ერთობა, სადაც არის თანაცხოვრება. ამიტომ არის რომ ყველაზე ახლო ურთიერთობებში ყველაზე რთულად გამოსავლენია ეს სიყვარული ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში, უპირველეს ყოვლისა ოჯახურში, ახლო მეგობრულში და ასე შემდეგ. რაც უფრო ახლო ურთიერთობა, რაც უფრო ჭიდრო ურთიერთობა უწევთ ადამიანს, მით უფრო ძნელია ეს ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ ახლო ურთიერთობაში აუცილებლად ზედაპირზე ამოდის ადამიანის ნეგატიური მხარე, რომლის ტვირთვაც გიწევს შენახეთ, აი ტვირთვა არის სიყვარული. და ტვირთვა არ არის რაღაცა ერთჯერადი პროცესი, რომ ერთხელ მოითვინო და მერე უთხრა, რომ ან 10 ჯერ და 2 წელი და 3 წელი. არა, ტვირთვა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მიიღო და შეიყვარო ისეთი, როგორიც არის. და იტვირთო ისეთი, აი ნახეთ, აი მიიღო ის ადამიანი არა ისეთი, როგორიც შენ გინდა და შენ წარმოგიდგენია მისი საუკეთესო ვერსია, არამედ ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში არის. თავისი ნაკლით, თავისი ღირსებით, თავისი სუსტებით, ყველაფრით აბსოლუტურად. ეს იული არ არის რთულია, იმიტომ რომ ადამიანს ხშირად საკუთარი ნაკლოვანებების ტვირთვა უჭირს, არათუ სხვის. და ეხლა მე კიდე სხვისი ნაკლოვანებები, და ეს ნაკლოვანებების ტვირთვა რაც გულისხმობს, ნერვს მოგიშლის, ცუდად მოგექცევა, უკმეხად მოგმართავს. რაღაცა აი რა შეიძლება უცებ გაყიდოს, გაგცვალოს, აი რაღაც ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს, აი გამოავლინოს თავისი სუსტეები. და შენ აი კონკრეტულ ყოველ ესეთი ჯერზე დგები არჩევანის წინაშე, რომ რა გააკეთო, შენ ამას მიუტევო, თუ შეეშვა და დაანებო თავი და დათმო ეს ადამიანი იმის გამო, რომ ის შენი კომფორტის ზონას არღობს და ნერვებს გიშლის რა. სიყვარულისკენ მაშინ დგავ ნაბიჯს, როდესაც შენ ტვირთულობ ამას და როცა შენ იღებ გადაწყვეტილებას, რომ მიიღო ეს ადამიანი დაეიყოს ესეთი, როგორიც არის, დაეგამობრაზოს, ნერვები მომიშალოს, არა, მე ეს ადამიანი მიყვარს. მე მინდა ეს ჩემი გადაწყვეტილება, ეს ჩემი არჩევანია, რომ ეს ადამიანი მინდა მივიღო ისეთი, როგორიც არის და მინდა რომ ვიტვირთო ისეთი, როგორიც არის. აი ნახეთ, ეს არის სიყვარული. ამას გვასწავლის უფალი, ამისკენ მოგვიწოდა. მე დავიწყებით, რომ ღვთისმსახურებითი არსებაა მეთქი ადამიანი, ხო? ადამიანი ღმერთს ემსახურება მაშინ, როცა ემსახურება ადამიანს. იმიტომ რომ ხილული ადამიანია, ღვთის ხატი ჩვენთვის ადამიანია. მე თუ კახა ვერ შევიყვარე, მე თუ სოფო ვერ შევიყვარე, ისე მე ღმერთს ვერ შევიყვარებ, მე ვერავინ ვერ დამიჯერებს იმას, რომ მე ღმერთი მიყვარს. ვერავინ ვერ დამიჯერებს. არც დამიჯერებს და არც იქნება ეს სწორი. იმიტომ რომ შეუძლებელია კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც ივანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, რომ გიყვარდეს ის, ვინც არ გინახავს
თუ მისი ცოცხალი ხატი არ გიყოს შენი ადამიანი შენსავით ღვთის ხატად დაბადებული ადამიანი თუ ვერ შეიყვარე ის ღმერთს ვერ შეიყვარე. ეხლა ნახეთ. ესე იგი სიყვარულით აღვასრულებს ჩვენ ღმრთისადმი მსახურებას, ხო? შეუძლებელია რომ ადამიანს სიყვარული არ ქონდეს მყოსისა და ის ღმერთს ემსახუროს. მე ხშირად მithქვამს ხოლმე ესეთი რაღაცაც, რომ ყოველი ადამიანი მოწოდებულია ღმრთის მსახურებისთვის თავისი არსით. მიუხედავად მისი პროფესიისა, თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ზოგს გონიათ, ეხლა ღვთისმსახური მარტო სასულიერო პირი, ასე არ არის. მე პირიქით გეტყვით მაგალითად, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც კი არის ოფიციალურად სასულიერო პირი და ხელდასხმული მადლობისთვის, მაგრამ შეიძლება ის ღმრთის მსახური არ იყოს. სწორედ იმის გამო, რომ ის ღმერთს ვერ ემსახურება, იმის გამო, რომ მას ადამიანები არ უყვარს. ვერ უყვარს, როგორც რაღაცა გარკვეულ სამსახურს, როგორც გარკვეულ ის მსახურებას კი არ აღასრულებს ღვთის წინაშე, როგორც სამსახურში ისე მოდის ეკლესიაში, რომ იცის, რომ იქ რაღაც ხელფასი უნდა აიღოს და ამიტომ რაღაც ოჯახი უნდა გამოკვებოს. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა სასულიერო პირისათვის ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისაგან მადლობა უფალს, რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ღირსეული და კარგი სასულიერო პირია, რომელთაც სწორად ესმით ღვთის მსახურების არსი. და ნახეთ, შეიძლება პირიქითაც იყოს, შეიძლება ადამიანის სულაც არ იყოს საეკლესიო პირი, სასულიერო პირი, ხელდასხმული, მაგრამ იყოს ის ღვთის მსახური. თუ კი სიყვარულით, თუნდაც თავისი პროფესიით და ზოგადად თავისი ცხოვრების წესით ემსახურება უფალს. აი ესეთ შემთხვევაში ის ღვთის მსახურია. და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, უფალს ემსახურების სწორედ იმ დროს, როდესაც შენ ადამიანებს ემსახურებ. ერთხელ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა ერთ-ერთ ოჯახში თქვა ესეთი ფრაზა, რომელიც მე დამამახსოვრდა ძალიან, რომ მე ვფიქრობ, რომ ერთ სადღეგრძელოში თქვა მანეს. რომ ყველაზე აღმატებული ფორმაო ცხოვრებისა, ეს არის მსახურება. როდესაც შენი არჩევანია, კი არა რომ ვიღაცა იძულებით გაიძულებს რომ მას ემსახურო, არა, ამას მონობაქვი, არა. როცა შენ შენით ირჩევ ამას, რომ შენ ემსახურო სხვას, ეს არის შენი არჩევანი. შენ ხედავ შენ ცხოვრების აზრს ამაში, რომ შენ შენი ცხოვრებით სხვას ემსახურო. რატომ? იმიტომ რომ ღმერთია ასეთი. ნახე, შენ ღმერთს სწორედ მაშინ ემსგავსები, როდესაც მსახურებას ირჩევს და უბარა სწორედ საიდუმლოსერობის ჟამს უფალმა, ხო? მოციქულებს რა გააკეთა, ფეხები დაბანა, მან და უთხრა, რომ მე ხლა თქვენ მაგალითი მოგეცით, მე ღმერთმა უფალმა თქვენმა შემოქმედმა, თქვენ დაგბანეთ ფეხები, ანუ რა გავაკეთე? თქვენ მოგემსახურეთ. თქვენც ესე უნდა ემსახუროთ ერთმანეთს და თქვენც ესე უნდა ემსახუროთ ადამიანებს. ამ დროს ემსგავსება ადამიანი ღმერთს. ამ დროს აღასრულებს ის ღვთისმსახურებას. ეხლა მივიდეთ ჩვენ შეკითხვასთან, ხო? რისთვის არის აუცილებელი ეკლესიური ცხოვრება? ეკლესია იმ გაგებით, ეხლა მოდი ვთქვათ, ზოგადად ეკლესია ნიშნავს მორწმუნე ადამიანთა კრებულს, ეკლეოს ნიშნავს გარედან შიგნით მოიხმობ, ხო? ანუ ეკლესია მოიხმობს ყველა ადამიანს აი ამ ერთობაში, ღვთის სიყვარულით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობაში, ხო? ეკლესია თავისი არსით სწორედ ეს ორგანიზმია, რომელიც ერთობით ადიდებს უფალს. ეკლესიაში აღესრულება ღმრთის მსახურება ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით. იმიტომ რომ ტარდება სამადლობელი წვენი. მსხვერპლი შეიწერება ღვთის წინაშე. ამ მსახურებას ორგვარად ეწოდება ბერძნულად. ერთი არის ლიტურგია, რომელიც ნიშნავს საზოგადო მსახურებას და მეორე გახლავთ ევქარისტია, რომელიც ნიშნავს სამადლობელს. საზოგადო მსახურება, იმიტომ რომ ამით ხაზს უსვავს ეკლესია, რომ ღვთისმსახურების დროს, წირვის დროს მხოლოდ მღვდელი და საეკლესიო პირები არ არიან ამ მსახურების აღმასრულებელნი და ამაში მონაწილეობს ყოველი მორწმუნე, რომელიც იქ დგას. უბრალოდ მე ესეთ შედარება მომყავს ხოლმე, როგორც ორკესტრს, მაგალითად თავის დირიჟორი ყავს, მაგრამ მხოლოდ დირიჟორი ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუ იქ ორკესტრის ყოველმა წევრმა თავისი პარტიტურა არ შეასრულა და თავისი საქმე არ გააკეთა, ხო? და საკმარისი ერთ-ერთი მათგანიც რომ ამოვარდეს ან არ გააკეთოს ისე როგორც საჭირო, ის სიმფონია ვერ შედგება. აი ესე არის ღმერთის მსახურებაც, რა წიროც, იმიტომ რომ ამ დროს ყველა ერთად ღვთლის თამადობით სწირავს უფალ სამადლობელ წვენს თავისი გულიდან. და ხდება საოცრება, ეს არის ყველაზე აღმატებული მსახურება.
ღვთის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თავისი ცხოვრებით არის მოწოდებული იმისთვის, რომ აღასრულებდეს ყოველდღიურად ღმერთის მსახურებას, რაც თქვით, რომ ემსახუროს ადამიანებს, ხო, ამის გარდა ეს არის კულმინაცია უკვე ადამიანური ღვთისმსახურების, როდესაც ღმერთს წირავს სამადლობელ წვენს, სამადლობელ მსხვერპლს. ყველაზე მეტი რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს რა არის ადიდოს უფალი და მადლობა გადაუხადოს მას. რა ხდება ზეცაში? ზეციურ სასუფეველში. იქ სხვა საქმე არ არსებობს. იქ მიწას არავინ არ ამუშავებს. იქ ბანკში არავინ არ დადის და სამსახურებში არავინ არ დადის. ერთადერთი რამ რაც ხდება ზეცაში. ეს არის განუწყვეტელი მადლიერება და დიდება ღვთისა. და აქ რაც ხდება წირვაზე, ეს არის სწორედ იმის ანარეკლი და ანალოგი. ჩვენ აქ ღვთისმსახურების დროს, წირვის დროს ვსწავლობთ და რეპეტიციას გავდივართ იმისას, რაც მერე თუ ჭკვიანად მოვიქცეთ და დავიმსახურე და გვხდება სასუფეველში და როგორც უნდა მოვიქცეთ მერე იქ. აქ ვსწავლობთ ჩვენ ღმერთისადმი მადლობის გადახდას, აქ ვსწავლობთ ჩვენ ღმერთის დიდებას. აქ სწორედ წირვაზე გვეძლევა ჩვენ საშუალება, რომ ვეზიაროთ ქრისტეს უხრწნელ საიდუმლოებებს. მის სისხლსა და ხორცს, რაზეც უფალი ბრძანებს, რომ ვინც აქვე დედამიწაზე არ გახდება თანაზიარი, ჩემი სისხლისა და ხორცსა ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს. მოდიხარ დავსვათ შეკითხვა რა. ეკლესიური ცხოვრების გარეშე, სულიერ მოძღვართან ურთიერთობის გარეშე, წირვა ლოცვაზე დასწრების გარეშე ჩვენ შევძლებთ ამას? ვერ შევძლებთ. ამისთვის არის აუცილებელი ეკლესიური ცხოვრება, თორე კი აი მე დაუბრუნდები ისე შეკითხვას, რომელიც თავიდანვე დავსვი, რომელსაც მეკითხებიან ადამიანები, რომ აი რა აუცილებელია, მე ხო ვარ მორწმუნე. ესეთი არ უყურვარ ღმერთს, როგორ უყურვარ? იმასთან ამბობენ, რომ შემდგომ მოგონილია ხალხის მიერ. ხალხის მიერ არის ნამდვილად იქ დაწესებული, მაგრამ ღმერთის შთაგონები და ღმერთის განგება. რასაკვირველია. და სწორედ იმისთვის, სადაც ახლა საუბრობთ. ანუ ეს აუცილებელი რამ არის რა. შენ როგორ არ უყარხარ ღმერთს? მაგრამ აი მე ესეთ შეკითხვას დავსვავ. განა შეიძლება რომ არსებობდეს საშუალება, რომ ყველაზე აღმატებული სახით ემსახურო უფალს. შეწირო ღმერთს შენი სამადლობელი მსხვერპლი და გახდე ისეთი უდიდესი ჯილდოს ღირსი, რასაც ქვია განკაცებული ღმერთის, ჯვარცმული, მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის უხრწნელი სისხლისა და ხორცის მიღების ღირსი გახდე აქვე ამ მოკვდავ ცხოვრებაში და ამაზე უარი თქვა, აი ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია უკვე რა, რომ აი რის გამო ამბობ შენ ამაზე უარს. თუ შეიძლება რომ გქონდეს ყველაზე აღმატებული მსახურება, თუ შეიძლება რომ ყველაზე დიდი ჯილდო მიიღო ამ ქვეყანაზე, თუ შეიძლება ყველაზე ახლოს მიხვიდე შენ იმ შენ საყვარელ ღმერთთან, რომლის სიყვარულსაც იბრალებ, რომ ვითომ შენ ღმერთი გიყვარს, როგორ შეიძლება აი ამ მსახურებას გამოვაკლდე? აი ეს გაუგებარია, წარმოუდგენელია. აქ ხდება ადამიანის ყველაზე მეტად მიმსგავსება ღვთისადმი, თუ კი რასაკვირველია ეს გულწრფელია ამ მსახურებაში და გულწრფელად დგას წირვა ლოცვაზე, მთელი არსებით არის ჩართული და ზოგადად ცხოვრობს ეკლესიაში. ამას გარდა ეკლესიურ ცხოვრებას სხვა პლუსებიც აქვს, სხვა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს. და უპირველესად ყოვლისა ამ ყველაფერში არის კიდევ სულიერ მოძღვართან ურთიერთობა. ეხლა მამასაბა, აი პარადოქსალურ სიტუაციას ვხვდებით ხოლმე. დიდი ნაწილი საზოგადოების, რომლებიც ამბობენ, რომ არიან მორწმუნეები, არიან მონათლულები, რომ უყვართ ქრისტე და შეიძლება მართლა ძალიან ცდილობენ, რომ სწორად იცხოვრო, მაგრამ ნუ არ ცხოვრობენ ეკლესიურად. მაგრამ ახლა მე ცუდად არ ვიძახი და არც ფსიქოლოგიას უარყოფ, დადიან ფსიქოლოგებთან, არ ვიცი, ჰოროსკოპები ცხოვრობენ, კითხავებთან. ყველაფერს შვებიან იმით, რომ გაიგონ ცხოვრება, უყვებიან, მაგრამ მოძღვართან არ უნდათ საუბარი. ფსიქოლოგთან მოყვებიან ყველაფერს, მოძღვართან არა. გამოიკვლიონ ყველაფერს, როგორ არის ცხოვრება დაგეგმილი, მაგრამ მართლა როაც არის ცხოვრების წყარო და სადაც ვერაბძანეთ შეიძლება ეს გადარჩენა მიიღო, ეს არ უნდათ. აი, რა მდგომარეობაა ეს, რა უცნაურია თითქოს, აი, რა არის აქ დარგოლება და თან უმეტესობას ყველაზე ვერ ვიტყვის, თებიც არიან, რომ არ უნდათ ღმერთთან ყოფნა, მაგრამ უმეტესობა გეტყვის, რომ რა თქმა უნდა ღმერთთან, რა თქმა უნდა სამოთხე. მაგრამ სამოთხის საშუალებას, რომელიც ღმერთი მისი წყალობით გვაძლევს აქვე, რომ ჩვენ როგორ ბრძანეთ ასე რეპეტიცია გავიქონდეთ, ამის გარეშე უნდათ პირდაპირ. აი, რა მდგომარეობაა ეს? ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის გახ. ჯერ მოკლედ გიპასუხე და მე ვეცდები ცოტა განვორცო. ნახეთ, მიზეზი ამის არის ადამიანის უპასუხისმგებლობა. ნახეთ. შენ როცა მიდიხარ ფსიქოლოგთან,
აი ცუდად ხარ მაგალითად რაღაცა დაბრკოლება გააჭირება გაქვს და ნუ გადაწყვეტე წახვიდე ფსიქოლოგთან ან კითხავთან ან ასტროლოგთან ვიღაცასთან ხო? ეს არის შენი რაღაც ერთჯერადი ვიზიტი ან შეიძლება რამდენიმე დღე იარო ის რაღაცას გეტყვის ან დაიჯერებ ან არ დაიჯერებ რა ვიცი მოკლედ სავარაუდოდ დაიჯერებ იმიტომ რომ მიდიხარ მაგანწყობით მე რაღაც კარგად გახდები გააგრძელებ ისე შენი ცხოვრების ეს ჩაულებრებად როგორც მანამდე ცხოვრობ განსხვავება რა არის ხა სულიერ მოძღვართან მისვლაში იქ შენ არა მხოლოდ უნდა ისაუბრო შენს ნეგატიურ მხარეზე და უნდა თქვა და აღიარო ღვთისმსწინელში ეს შენი რაღაცა შენს მიერ ჩადენილი არასოდეს აქციები. არამედ უკვე პასუხისმგებლობა უნდა იყოს შენს თავზე. შეცვალო ცხოვრების. თუ შეცვალო ცხოვრების ესე აღარ გაიმეორო ისაც მანამდე აკეთებდი. უნდა აღასრულო შენი მოძღვრის მიერ დაკისრებული ლოცვა-კურთხევა, დარიგება. უნდა გახსოვდეს რომ კიდევ ხარ მასთან მისასვლელი. ეს უკვე სხვა პასუხისმგებლობაა. და მოძღვრის წინაშე პასუხისმგებლობა აღიწევა ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა. მე იმიტომ რომ მოძღვარი არის გამტარი შენი. ღმერთთან ურთიერთობაში, ხო? ნახე? აქ უკვე შენ პასუხისმგებლობის გზნობა გემატება. და აი მაგალითად აქვე გავამოხვილებ ყურადღებას, რომ ეს ბოლო პერიოდია შევნიშნები ტენდენცია, აი ცოტა ისე მოაზროვნე ადამიანებში, ფილოსოფოსებში მე შეგნებულად არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, ეხა სახელებს და გვარებს, იმიტომ რომ მე მიყვარს ის ადამიანები და პატივცემ უბრალოდ ცოტა კრიტიკულად მინდა რომ მათ შესახებ თქვა, რომ გამახვილებულია ყურადღება სინდისზე. მე ნახეთ როგორი რაღაცა, თითქოს ერთგვარი რაღაცა, თითქოს სიმართლეა, ხო, თითქოს ჩვენ ვიცით, რომ ეხა სინდისი არის ღმერთის ხმა ადამიანში, მაგრამ ნახეთ. თუ ჩვენ გავაკეთებთ აპელირებას მხოლოდ სინდისზე და გამოვრიცხავთ შემოქმედს პიროვნულ ღმერთს, ხო? რომელიც არის ჩვენთვის არა მხოლოდ მოსიყვარული შემოქმედი, არამედ მომთხოვნი მამაც, ხო, რომელმაც ჩვენ ცნებები მოგცა და ანუ მის წინაშე ჩვენ პასუხისმგებლობა გვმართებს. ანუ აი რა არის საზოგადო მორალი, რა არის? საზოგადო მორალი განა შეიძლება არსებობდეს ამ მორალის დამფუძნებლის გარეშე, ეს ხომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ყველა ადამიანისთვის, ვინც კი დედამიწაზე არსებობს, ერთნაირად ცუდი იყოს, მაგალითად ის, რომ ადამიანს გული ატკინოს, მოკლას, ცუდად მოიქცეს, რაღაცა მოიპაროს, ანუ არსებობს რა ცილი დასწამოს, არსებობს რაღაც საზოგადო მორალი, თუ ეს არ არსებობს, მაშინ ყველა ჩვენი მორალი გვაქვს და მაშინ პასუხიც არავინ არაფერზე არ უნდა გთხოვს, იმიტომ რომ მე ვარ ჩემი თავის პატრონი და მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, გვაქვს ჩემი საქმე. მაგრამ არ არის ასე. და ის ინდის სწორედ იმას კარნახავს მე, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა. თუ ჩვენ პიროვნულ ღმერთს გვერდზე გავწევთ, აი მაგალითად ბუდისტური აზროვნება, აი ამას ეფუძნება სწორედ რა. აი ეს ფილოსოფია, რომ იქ არ არსებობს პიროვნული ღმერთი, იქ ყველა შეუძლია გახდეს ბუდა, ანუ გასხილოსნებული, შენ თუ დააღწიე თავი იმ სანსარას ბორბალს და გადახვედი ნირვანაში, დამთავრდა, იქ შენ ბუდა ხარ. იქაც არის რაღაცა შენი ზნეობა გაქვს და შენი რაღაცა კანონები იქაც არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ არ არსებობს პიროვნული ღმერთი. სამყაროს შემოქმედი ღმერთი იქ არ არსებობს. იქ არის დუალისტური წარმოდგენა ამ ყველაფერზე, ხო? იცით თქვენ ეს ინის და იანის სიმბოლო, ხო? სამყაროში იმდენივე ბოროტება, რამდენიც სიკეთე და სიკეთეში იმდენივე ბოროტების მარცვალი, რამდენიც ბოროტებაში სიკეთის. ხო, ანუ აი თითქოს ესე აწონასწორებენ ისინი ამ სამყაროს, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ეს ასე არ არის. სამყაროს ყავს კეთილი, შემოქმედი ღმერთი, რომელმაც ჩვენ ამ ქვეყანაზე მოგვავლინა, დაგვბადა როგორც აი ამ სამყაროს მეუფეები და პასუხისმგებლობას დაგვაკისრა. მისნაირნი უნდა გავხდეთ, ნახეთ? მის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილი. და მის ხატად და მსგავსად როგორ გადავიქცევით, თუ ჩვენ ის მორალი არ ვიტვირთეთ და ის ცნებები არ აღვასრულეთ, რასაც უფალი გვეუბნება. რას ამბობს ქრისტე? თუ მე გიყვარვარო, ჩემი ცნებები აღასრულე. ნახე? პასუხისმგებლობაა უკვე, აი როგორც მამა ეტყვის შვილს, ხო? თუ გიყვარვარ, ისე მოიქეცი რომ მე გამახარო, ხო? თუ შენ მარცხვენ ყოველდღე, თუ შენ არასწორად ცხოვრობ, რანაირად გიყვარვარ? თუ შენ ყოველდღე მე გულს მტკენ, სიტყვა სიყვარული?
ეს წეგან რაც ბრძანეთ მამასაბა ადამიანი რომელიც მოდის ახსარებაზე და გარკვეულწილად ინანიებს იმ ჩადენილ საქციელს მაგრამ შემდგომ ცხოვრების გზაზე მაინც იგივე ორმოში ხვდება ასე ვთქვათ და შემდგომ უკვეერიდება იგივე მოძღვართან მოსვლა ის პასუხისმგებლობა რომელიც თქვენ ახსენეთ რასაც ახსარება ახლავს ხო მოძღვართან მოსვლა ახლავს რომ აღარ ჩაიდინოს ის ქმედება რაც მანამდე ვთქვათ ახსარებაში თქვა ესეც გარკვეულწილად შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი რომ ისევ მივიდეს მოძღვართან და ისაუბროს იგივე იმ ჩადენილ ცოდვაზე რომელიც მან უკვე ახსარების სახით მოინანია ასე ვთქვათ. რას ვურჩევდით ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ მოძღვარი ყოველთვის მზად არის მოისმინოს არ უნდა მოერიდოს ადამიანს რომ მივიდეს და იგივე საკითხზე ესაუბროს მოძღვარს აღიაროს იგივე ქმედება რომელზეც მანამდე სინანულს გამოთქვამდა როგორი არის დარიგება მოძღვრის მხრიდან ასეთ შემთხვევაში და უხეშად რომ თქვათ რა მეთოდები არსებობს იმისათვის რომ შევებრძოლოთ ამ ცოდვებს შენ შეკითხვაში პასუხიც იყოს უფრო იმიტომ რომ ნამდვილად ასე არის შემოგარქო რომ ადამიანი არ უნდა შეუშინდეს ცოდვით დაცემას არავის არ უნდა ქონდეს იმის ილუზია რომ ერთხელ თუ გადაწყვიტე რომ შენ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება და თუ ჩვენი დღეს გაიაზრე შენი ცხოვრების არასწორი წესი და შეცვლა გადაწყვიტე რომ იგივე ცოდვა არ დაგემართება აუცილებლად დაგემართება აუცილებლად თანაც ის კი არა რომ აი შეიძლება არ დაგემართოს აუცილებლად ჩაიდენ იგივე ცოდვას და რატო იმიტომ რომ შენ სწორედ მაშინ გადაწყვიტე რომ უარი თქვა ბოროტის გზაზე და წამოხვიდე სიკეთისკენ და შენ მტერი ყავს სამი მტერი ყავს შენ მტერი ყავს შენი დაცემული ბუნება რომელიც მიდრეკილია და გიქაჩება ცოდვისაგან ეს წუთი სოფელი თავისი საცდურებით და ის ბოროტი ძალა რომელიც ცდილობს ეშმაკი რომელიც ცდილობს რომ იმ თავისი შთაგონებებით ფიქრებით ათასგვარი რაღაც აზრებით გულის თქმებით მოვიდეს შენთან და ისევ გადაკაჩოს სოდვისაგან შეგახსენოს სოდვის მეერი სიტკბოება რომ აბა რა კარგი იყო გახსოვს ის ყველაფერი მოდი ისევ გაიხსენე აი ეგეთ გეკაჩება ისე და ურთულესია ესე დროს ნახეთ ამ დროს იწყება სწორედ შენში ბრძოლა მანამდე ბრძოლა არა გაქვს მანამდე უბრალოდ მიყვები რა იმ ცხოვრებას და ეშმაკსაც უხარია იმიტომ რომ ხელგადახოვულია შენთან ერთად მაგრამ როგორც კი მასთან ერთად სიარულზე შენ უარ სიტყვი უცებ გამოერკვევი და გადაწყვეტ რომ ღმერთს დაუბრუნდე კვლავ აი მანდ იწყება სწორედ შენი დაპირისპირება შენს დაცემულ ბუნებასთან და ბოროტ ძალასთან ეს ურთულესი პროცესია და ამ პროცესში ძალიან ბევრჯერ წაიქცევ ძალიან ბევრჯერ მოახერხებს ეშმაკის ანამ შენ იქამდე მიხვალ რომ იმდენად გაძლიერდე რომ აღარ დაეცე რომ კვლავ დაგაგდოს და მე იმასაც ვიტყვი რომ უიშვიათესი ადამიანების ხვედრი იყო ყოველთვის ყველა ეპოქაში ამ ქვეყანაზე რომ ხორცშივე ამ ქვეყანაზევე მიიღწიათ სრული სიწმინდისთვის რომ თქვათ იქ ცოდვა ვეღარ ბატონობდეს მასზე და ვეღარ ერეოდეს ეს ყოველთვის უიშვიათესი ადამიანების ხვედრი იყო და უმრავლესობა ადამიანებისა ცხოვრობთ სწორედ ასე დაცემა წამოდგომით და სწორედ აი ამ წამოდგომას გიწირავს ღმერთი შენ დაცემის შემდეგ სწორედ იმას გიწირავს რომ შენ არ ეპუები ცოდვას შენ არ ურიგდები მას და ყოველი დაცემის შემდეგ კვლავ ფეხზე დგები კვლავ აგძელებ გზას შენ ღმერთის სიყვარულს არ ღალატო ღმერთის შენს მიერ არჩეულ გზას არ ღალატო ამიტომ არასოდეს არ უნდა შეგწხვეს არ უნდა მოგვირით კი რა თქმა უნდა უხერხულია რა თქმა უნდა მტკივნეულია რა თქმა უნდა ძნელია რომ თქვი აღიარე და მე ისე იგივე ცოდვას ჩავარდი რა თქმა უნდა სამარცხვინოა რომ ისე იგივეზე გიწევს მისვლა და საუბარი მაგრამ არა უშავს შენ თვალი უნდა გაუსწორო ამ რეალობას რომ ესეთი ხარ დაცემული ხარ არაფერი არ შეგიძლია ღმერთის მადლის გარეშე უნდა დაიმდაბლო თავი და უნდა უთხრა უფალს მოძღვარს და მისი საშუალებით ღმერთს რომ ღმერთო კიდევ დავიცი კიდევ წავიქეცი შენ ხო ვიცი რომ უძლური ვარ მეც ვიცი რომ შენს გარეშე არ შემილია წამომაყენე ღმერთო რამდენჯერაც დავიცებ იმდენჯერ წამომაყენე შენ მეწიე უფალო ამაში დიდი მადლობა მამასაბა მაყურებელს შევახსენოთ ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მძღოლსახური დეკანოზი საბა ჩიკაიძე ეკლესიური ცხოვრების არსზე გვესაუბრებოდა